ქრისტე აღდგა მოგესალმებით და მივესალმები ტელემაყურებელს. ამავდროულად მინდა განსაკუთრებულად მიულოცო პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანებს, პოლიტპატიმრებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულისთვის იხდიან სასჯელებს და უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა ქართულ ოცნებას ახლა ამ პერიოდში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე გამოეჩინა პოლიტიკური ნება, გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები, რაც ძალიან გაუხარდებოდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, რადგანაც ის იყო ის ფიგურა, რომელიც ყველა პერიოდში სხვადასხვა ხელისუფლებების დროს ყოველთვის გამაერთიანებლის როლს ასრულებდა. და როგორც ამბობენ, პირადად თხოვა მასთან აუდიენციაზე მისულ კობახიძეს პოლიტპატიმრების შეწყალება. ამის შესახებ არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ მე ვიცი, რომ საპატრიარქოს მხრიდან იყო არაერთხელ ნათხოვნი გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუსრულებელია და თუ ისინი პატივს სცემენ პატრიარქის ხსოვნას, მით უმეტეს აღდგომის დღეებში შეუძლიათ გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ეს პირდაპირ იქნება პატრიარქის მისამართლით გამოხატული ის ნაბიჯი, რომ მათ გაითვალისწინეს ამ ადამიანის ის სულიერი სიძლიერე, მისი წარსული გამოცდილება, მისი პერიოდის, ყველა პერიოდის გამაერთიანებლის როლი და ეს მარტივად შეუძლიათ გააკეთონ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, სევდიანია ეს აღდგომა, იმიტომ რომ პირველი აღდგომა პატრიარქის გარეშე და ჩემთვისაც ძალიან მძიმე არის, როდესაც ვუყურებ იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დეპოლარიზაცია არის ქვეყანაში, დეპოლარიზაციის მიმართულებით შესაძლებელი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენებაც. რაც შეეხება უნგრეთს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთში გაიმარჯვოს ცვლილებამ. 16 წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს იმით, რომ მოვიდნენ ახალი ძალები, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი კანდიდატი არის თვითონ წიაღიდან გამოსული ადამიანი, მათივე წიაღიდან, მაგრამ ეს არის ერთის მხრივ უპირატესობა მის ველზე, რადგანაც მისი ფოკუსი, მისი მიმართვები არის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან იმედგაცრუებულები ფიდესისგან, ასევე დაღლილები არიან იმ სიტუაციით, რაც უნგრეთში ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყოველთვის ამბობს კონკურენტი კანდიდატი, რომ უნგრეთის ახლანდელი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან დამღუპველი ქვეყნისათვის, რადგანაც ეს არის იზოლაციონიზმისკენ მიმავალი პოლიტიკა და ამავდროულად ეს არის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ანუ ეს მის რიტორიკაში ყოველთვის ისმის. კიდევ რაზედაც ყველაზე მეტად ამახვილებს ყურადღებას ის გახლავთ სოციალური პოლიტიკის საკითხები, ყოველდღიური ყოფა უნგრელი ხალხის და ეს საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია სოციალური თემატიკა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ამორჩეველი, რა თქმა უნდა, არის ისას მხარდამჭერი. ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ცვლილება უნგრეთში არის საუკეთესო გამოსავალი, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში არის ის, რომ უნგრეთი არ იყოს მუდმივად ტროას ცხენი ევროკავშირში, ევროკავშირის პოლიტიკა იყოს მიმართული გაფართოებისკენ, ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს მეტი შანსი და რა თქმა უნდა, უკრაინას ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება და ყოველთვის ვიღაც არ ბლოკავდეს იმ პაკეტებს, დახმარების, სანქციების პაკეტებს, რასაც მუდმივად აკეთებდა ვიქტორ ორბანი. უნგრეთისთვის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები. უნგრეთის პოლიტიკა საქართველოს ეროვნული ინტერესების თანხვედრაში არ არის და ამას ნათლად ვხედავთ, ის არის მოკავშირე რუსეთის ფედერაციის. მოკავშირეები არიან და თქვენ თვითონვე ბრძანეთ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები საგარეო საქმეთა მინისტრ სიარტოსა და მის რუს კოლეგასთან. ანუ ევროკავშირის მთლიანი დოკუმენტები, მისაღები გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი განიხილება სატელეფონო საუბრები და უფრო მეტსაც მოგახსენებთ, როდესაც შეეკითხეს ამ საუბრის ავთენტურობის შესახებ, მან დაადასტურა და თქვა, რომ ასეთ მოლაპარაკებებს ხშირად აწარმოებს. ანუ
ეს არის პირდაპირ გზავნილი იმისა, რომ რუსეთს ყავს თავისი მოკავშირე ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება ადამიანები და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები და გვჭირდება სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოს მოკავშირეები. საქართველოს მოკავშირეები, უკრაინის მოკავშირეები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირში იმ უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას და უნდა იყოს ეს ძალიან ძლიერი ქოლგა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება და ამისათვის გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი დამხმარეები იქნებიან ამ გზის გაკვალვაში და არა პირიქით ის ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან. რაც შეეხება რიტორიკას, ახლა თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და მარტივად აკვირდებით, რომ ერთი და იგივე გზავნილებია, ერთი და იგივე რიტორიკა ფიდესსა და ორბანს ზოგადად და მის პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის მუდმივად ომის შიში, მშვიდობის პოლიტიკა. არა და ეს მშვიდობის პოლიტიკა არის მიმართული იზოლაციონიზმისკენ, ლოიალური დამოკიდებულების რუსეთის მისამართით, რაც ასუსტებს ქვეყანას და ის რაც ასუსტებს ქვეყანას, როგორ შეიძლება ქვეყნისთვის იყოს სასარგებლო. აი აქედან ამოვდივართ ჩვენ და ვამბობთ, რომ ცვლილებები, რა თქმა უნდა, 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთისთვის, მაგრამ ეს ცვლილებები ამავდროულად სიკეთის მატარებელია მთლიანად ევროკავშირისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და რომელსაც მუდმივად ხელს უშლიან იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ლანა, როგორც აღმოჩნდა, ორბანის უნგრეთი არ არის მხოლოდ საქართველოს მოკავშირე. Fox News-ის ბოლო ინფორმაციით საქართველოს შესახებ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად მოკავშირეობს ირანის ხელისუფლებასთან. Fox News-აც რომ არ ეთქვა, ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძე არაერთხელ ირანის ძალიან ძიმე გარემოცვაში და ახლა უბრალოდ ეს ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული ტრამპთან დაახლოებული მედია, სხვათა შორის აპელირებს იმაზე, რომ სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს ირანსა და საქართველოს ხელისუფლებას ერთმანეთთან და საქართველოს ხელისუფლება ზის ამ ტრანშზე, ასე ვთქვათ, რის იმაჩვენებელი არის, რას ამბობს ეს ინფორმაცია ჩვენზე. რა ხელისუფლებებს და ქვეყნებს ყველა ქვეყნებთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ უნდა გაკეთდეს პრიორიტეტები. შენი ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი? ირანელ ხალხთან ურთიერთობა, ირანის სახელმწიფოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შენი ქვეყნის ურთიერთობების ჩანაცვლების ხარჯზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც არიან შენი ქვეყნის მთავარი მოკავშირეები და აწლეულების განმავლობაში მათი დახმარებით მოდის ეს ქვეყანა, უსაფრთხოების მიმართულებით, თავდაცვის მიმართულებით, დეოკუპაციის მიმართულებით, ეკონომიკური სტაბილურობის გამტკიცების, ფინანსური მხარდაჭერის, კულტურული კავშირების გამტკიცების მიმართულებით, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ქვეყნისთვის დამღუპველია ურთიერთობა იმ რეჟიმებთან, რომლებიც შენი მხარდამჭერების და შენი მოკავშირეების მიერ ტერორისტულ რეჟიმებად არიან მიჩნეულები. ამიტომაც ქვეყანას რომ ყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, აუცილებლად უნდა დაიცვას ბალანსი და ბალანსი დასაცავია და მარტივი დასაცავია. ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოკავშირე? რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები, რა თქმა უნდა, რეგიონული პარტნიორები. რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სანტრანზიტო ჰაბის მთავარ წევრად ყოფნა, რაც არის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტუალური და რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ანაკლია გახდეს კარიბჭე ამ გზის, რა გზაც არის ტრანზიტული გზა და არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ანაკლია არის ის პროექტი, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხოებითი ქოლგა, დასაქმების მიმართულებით ქოლგა, ეკონომიკის გამტკიცების მიმართულებით, დეოკუპაციის მიმართულებით, რადგანაც 2 კილომეტრში არის აფხაზეთი და აფხაზები არიან, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები ადევნებენ თვალყურს, მათთვის არის შანსი იმისა, რომ ისინი სრულფასოვან წევრად გრძნობდნენ თავს საქართველოს.
ანაკლი არც ახსენეთ და ეს თქვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. დიახ, მივალ მაგამდეც. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის, რადგან სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, რომელიც ძირითადად ფოთის სპორტში უნდა წასულიყო და ოფიციალური ვიზიტი სწორედ იქ იყო დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ მან შეიარა იქ იმ ადგილის სანახავად, სადაც არ განხორციელდა ამერიკული ინვესტიცია. რესპუბლიკური პარტია, რომელიც ახლა შეერთებული შტატების მართვის სადავეშია, ხშირად აფიქსირებდა პოზიციას ანაკლის სპორტის აშენებასთან დაკავშირებით. გვახსოვს სახელმწიფო მინისტრის თხოვნა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან, რომ აუცილებლად აშენდეს სპორტი, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს კარიბჭე და მნიშვნელოვანია საქართველოს და ამერიკის გეოპოლიტიკური თანამშრომლობისთვის. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ტრამპი, რომელიც იმ ტიპის მმართველს უჭერს მხარს უნგრეთში, როგორც ორბანია, რაღაცნაირად აღმოჩნდება ივანიშვილის გვერდით და თქო ანაკლიაში განხორციელებულ ამერიკულ კრახს ყურადღებას არ მიაქცევს. ან როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ორ აზრთა სხვადასხვაობას? ასეთ თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ჯეი ვენსის ვიზიტი უნგრეთში, მე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ აქ არა მხოლოდ ვიზიტი, აი გუშინ წინათ გააკეთა იდეოლოგიური ულტრამემარჯვენე იდეოლოგიური თანხმედრის მიმართულებით არის ეს სიტუაცია, მაგრამ უშუალოდ ანაკლიას დაკავშირებით არა მხოლოდ ამ ადმინისტრაციის პირობებში, თქვენ სწორად აღნიშნეთ, წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ გვახსოვს მაიკ პომპეოს გზავნილები, როდესაც პრემიერი ბახტაძე იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შემდეგ 2020 წელს, როდესაც მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, მან ასევე ყურადღება გაამახვილა ანაკლიის სპორტზე. ამავდროულად მან განაცხადა, რომ ანაკლიის სპორტი არის აუცილებელი იმ ცუდი გავლენების შესაჩერებლად, რაც შეიძლება ქვეყანაში იყო და ის გულისხმობდა კონკრეტულ ქვეყნებს. ამის შემდეგ მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან გააძევეს დასავლელი ინვესტორები, თქვენ გახსოვთ კონტი ჯგუფი, გვახსოვს SSA მარინი, ხელი შეუშალეს ცერბერუსის შემოსვლას და პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ადგილი არ არის საქართველოში. ისინი გაყარეს ქვეყნიდან, მაშინ, როდესაც 2020 წელს პირველი გემი უნდა შემოსულიყო ანაკლიაში და დღეს ჩვენ გვექნებოდა უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ პორტით, ქალაქი ანაკლია შენდება და უნდა აშენებულიყო ამ ხნის განმავლობაში და ჩვენ დღეს უკვე აი ამ ტრამპის გზის მთლიან სტრუქტურაში ვიქნებოდით უმნიშვნელოვანესი ნაწილი და აი ეს იყო ჩვენი პარტიის გზავნილიც, რომ სწორედ ანაკლია უნდა გახდეს კარიბჭე ტრამპის გზის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც რა თქმა უნდა ურთიერთობების დაალაგების პერსპექტივას ამ მიმართულებით იცით რა ურთიერთობების დაალაგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის თან ხელახალი ფურცლიდან როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა ახლა არ არსებობს, პოტენცია ექნება იმ შემთხვევაში, თუ გადაიდგმება სწორი ნაბიჯები ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ეს ნაბიჯები უნდა იყოს რა? პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში და გაუქმდეს ყველა ის რეპრესიული, დრაკონული კანონები, რომლებიც ამ ქვეყანაში ასამარებენ დემოკრატიას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსულ კანონზე. აქ საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. აქ საუბარი არის იმ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლის ძალითაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების მკვლელობა და აკრძალვას გეგმავენ. ამას არ დაუშვებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანია და მას საქართველოში მოკავშირე სჭირდება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა კი არის ცვლილებების მხარეს და ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის შესატყვისი. და რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი? ძლიერი პარტნიორები, ძლიერი მოკავშირეები. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, რეგიონალური პარტნიორობა, შავი ზღვის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და რა თქმა უნდა, ეს უნდა გავხორციელდეს. მადლობა.